ეხლა რაც შეეხება მე რამდენჯერმე მოვისმინე მათ შორის თქვენი რადიოთი გადაცემა თითქოს გაიცა პრემიები. მე დაახლოებით მესმის თქვენი შეკითხვის რეალურად გაიცა. გეთანხმებით რომ გაიცა და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გაიცემა ამის შემდეგ პრემიები ორჯერ წელიწადში. ეს არის საუბარი სააღდგომო და საუბარი არის საახალწლო. ეხლა მე კითხვა მაქვს შემდეგ. დაახლოებით რამდენიმე ასეული თანამშრომელი, რომელიც არის საბავშვო ბაღში, კულტურის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ზედამხედველობის მიმართულებით, სახანძრო სამაშველოს მიმართულებით და ასე შემდეგ, ვინც მუშაობენ რეგიონებში და რაიონებში, მათი ხელფასების საშუალო არის 400-დან 450 ლარამდე, 420, 410, 340, დაახლოებით ესეთი ხელფასები. მე კითხავს, რა დაშავდა თუ მაგალითად წელიწადში ორჯერ ნაცვლად 340 და 380 ლარისა, რიგითი თანამშრომელი სახლში მიიტანს სააღდგომო და საახალწლოდ დაუშვათ 600 ლარს ან 700 ლარს. მე ამაში ნამდვილად პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა იცით რა არის? პრობლემა არის ის, რომ ეს ციფრები საერთო ჯამში მე ჟურნალისტები აერთიანებთ ხოლმე ამ ციფრებს და მთელი კახეთის რეგიონისა გამოვყავთ რამდენიმე ასეული ათასი. ეს რამდენიმე ასეული ათასი რეალურად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივმა რიგითმა თანამშრომლება მიიღეს და აქ შეიძლება თითქოს ჩამოსათვლელი იყოს დაახლოებით მთელი რეგიონის მასშტაბით შეიძლება იყოს 30-40 მაღალი თანამდებობის მოხელი, აქ და გამგებლები და გამგებლის მოადგილეები, რომლებმაც ასევე წელიწადში ორჯერ მიიღეს პრემია. და იქიდან თქვენ თვითონ დადიხართ ხოლმე და აკვირდებით, თვითონ თავიანთივე მიღებული პრემიებიდან გამგებლები რამდენ სოციალურად დაუცველ ადამიანს ეხმარებიან, თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში ის ელემენტარული საჭმლის ფული რომ ისე ხშირად ელემენტარული დახმარება გაუწიონ და მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა გავაკეთეთ, ხშირ შემთხვევაში არის კატეგორია და ჩვენ არ უარყოფთ ამას, რომ სოციალურად დაუცველები არსებობენ, ხშირად არის რომ ტრანსპორტირების პრობლემა აქვს იმათ და ძალიან ხშირად ამ პრობლემის მოგვარება უწევს ხოლმე გამგებელს. ასე რომ მე ამ მიმართულებით, რომ გამგებელმა წელიწადში ორჯერ მიიღოს პრემია და მით უმეტეს რიგითმა თანამშრომლებმა, მე ნამდვილად ვერ ვხედავ ამ პრობლემას. ხა მე მესმის, რომ თქვენ სათაურს გავუკეთებთ იმას, ამ ჩემს გამოსვლას, რომ მე პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ წინა წლებში იყო 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერაც იყო შემთხვევები, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ღებულობდნენ მხოლოდ და მხოლოდ პრემიებს. მხოლოდ და მხოლოდ. და ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომლები იყვნენ აბსოლუტურად პრემიის გარეშე დარჩენილი. მე კიდევ ერთხელ კითხავსავ და საზოგადოებას მინდა დაუშვა შეკითხვა. რა დაშავდა თუ 300 ლარიანმა თანამშრომელმა წელიწადში ორჯერ საოჯახში მიიტანა 600 ლარი ხელფასი. ბატონები, არის ეს გაგჩერდათ კითხვა, თქვენ გაგჩერდათ იმისთვის არ გიკითხავთ რატომაც ეს ყოველას, ეს ხომ არის დამსახურების გამგებლების რეალურად ადამიანების რატომაც ამ ყოველას, ეს ხომ არის დამსახურების. მე ამ მიმართულებით მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს არის სააღდგომო პრემია ქვია ამას და როცა არის სადღესასწაულო პრემია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, შესაძლებელია გაიცეს ყველაზე, როგორც ამ შემთხვევაში კიდევ შევხედოთ ამას ისე, როგორც ერთ-ერთი დანამატის სახე, რა მოხდა მერე კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ 300 ლარიანი თანამშრომელი წელიწადში ორჯერ მიიტანს 300 ლარის ნაცვლად 600 ლარს ოჯახში. ახალ წელს ნორმალურად შეხვდება ახალ წელს და ნორმალურად შეხვდება აღდგომას და ელემენტარულად საშუალება იქნება იმის, რომ რამდენიმე კვერცხი შეიძინოს, რამდენიმე პასკა შეიძინოს და თავიანთი მიცვალებულების აპლაუზზე ღირსეულად გავიდნენ და ღირსეულად მიაგონ პატივი. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემა იცით რაშია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას აშუქებენ ხშირად ის ჟურნალისტები და ის არხები, რომელთა ანაზღაურებაც და შეიძლება იყოს ორჯერ, სამჯერ, 6ჯერ მეტი იმ კონკრეტული მოხელის ხელფასთან მიმართებაში, ვინც წელიწადში ორჯერ მიიღო პრემია, ვიდრე თვითონ იღებენ. აი ეს არის პრობლემა. ამიტომ მოდით ჩვენ ყველამ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, ჩვენი საქმე გვაქვს და მე თუ ეს ამ პრობლემაზე მეტი პრობლემა არ გვაქვს, მაშინ ძალიან კარგად გქონია საქმე.